პლანეტის უმსხვილესი სტარტაპი OpenAI საფონდო ბირჟაზე დებიუტისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, სემ ოლტმენის კომპანიას ამბიციური მიზანი აქვს, რომლის მიხედვით ChatGPT-ის შემოქმედის კაპიტალიზაციამ IPO-ზე რეკორდული $1 ტრილიონი უნდა შეადგინოს. თუკი ეს მოლოდინი გამართლდება, OpenAI კერძო კომპანიებს შორის არსებულ ყველა რეკორდს მოხსნის და დებიუტის დღეს პირდაპირ ტრილიონიანი კლუბის წევრი გახდება. ამჟამად კომპანიის შეფასება $500 მილიარდი, ანუ მისი კაპიტალიზაცია IPO-მდე უნდა გაორმაგდეს, რაც რთულად წარმოსადგენი არ არის, რადგანაც საჯარო განთავსებას კომპანია 2027 წლის დასაწყისში გეგმავს, იქამდე კი რამდენიმე ახალი სერვისის დანერგვა და ChatGPT-ის შესაძლებლობების დრამატულად გაზრდა არის დაანონსებული. სადაც OpenAI-ის მოსალოდნელ IPO-ს ვახსენებთ, აქვე ისტორიაში დაფიქსირებულ ყველაზე დიდ საჯარო შეთავაზებებზეც უნდა ვისაუბროთ. ამ რეიტინგის სათავეში ენერგეტიკულ გიგანტ Saudi Aramco-ს ხედავთ, რომლის აქციების მცირე ნაწილი არაბულ ბირჟაზე 2019 წელს დაილისტა. Saudi Aramco-ს IPO-ს მოცულობამ ფორმალურად $1.9 ტრილიონი შეადგინა, თუმცა მის შედეგს ექსპერტები ჭეშმარიტ IPO-ად არ აღიარებენ, რადგანაც Aramco საუდის არაბეთის მთავრობის საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომლის 98%-იან წილს საუდის არაბეთი აკონტროლებს. ამიტომაც მის კერძო კომპანიად კვალიფიცირება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი აქციების უმცირესი ნაწილი საფონდო ბირჟაზეა ხელმისაწვდომი. სადავო კლასიფიკაციის მიუხედავად, ის მაინც რჩება ამ რეიტინგის სათავეში. ფორმალურ რეიტინგში მეორე და რეალურ რეიტინგში პირველ ადგილს ჩინური Alibaba იკავებს, რომელიც 2014 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. ჯეკ მას მიერ დაფუძნებული კომპანიის IPO-ს შეფასებამ $231 მილიარდი შეადგინა და დღემდე ამ შედეგის გაუმჯობესება ვერც ერთმა კერძო კომპანიამ და სტარტაპმა ვერ შეძლო. Alibaba დღემდე ერთადერთი ჩინური კომპანიაა, რომელსაც ამერიკელი ინვესტორები ენდობიან და სერიოზულად აფასებენ. კაპიტალიზაციით მესამე ადგილს Industrial and Commercial Bank of China, იგივე ICBC იკავებს, რომელიც 2006 წელს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. ICBC-ის პირველადმა შეფასებამ $140 მილიარდი შეადგინა, რაც იმ დროს აზიის კონტინენტზე დაფიქსირებული რეკორდი იყო. Saudi Aramco-s მსგავსად, ICBC-ის მნიშვნელოვან წილს ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს, ამიტომ მისი კერძო კომპანიად კლასიფიცირება არასწორი იქნება. თუმცა ეს მაინც არ ცვლის იმ შედეგს, რომელიც კომპანიამ IPO-s დროს დააფიქსირა. აზიური კომპანიების დომინაციას ჩინეთის აგრიკულტურული ბანკი აგრძელებს, რომელიც შანხაის ბირჟაზე 2010 წელს გამოჩნდა და ინვესტორებისგან $128 მილიარდი შეფასებაც დაიმსახურა. წინამორბედის მსგავსად, ამ კომპანიის უმსხვილესი აქციონერიც ჩინეთის მთავრობაა. ზოგადად რეიტინგში აზიური კომპანიების სიჭარბე იმ მარტივი მოცემულობითაა განპირობებული, რომ ამ რეგიონში წარმოდგენილი კომპანიები ბირჟაზე მხოლოდ მას შემდეგ გადიან, რაც მათი შემოსავლები პიკურ მაჩვენებელს აღწევს. განსხვავებით ამერიკული კომპანიებისგან, რომლებიც ბირჟაზე ხშირად სტარტაპობის ეტაპზე გადიან, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათ სტაბილურად მოგებაზე გასვლაც კი არ შეუძლიათ. რეიტინგში მეხუთე ადგილს მარკ ცუკერბერგის Facebook-ი იკავებს, რომელმაც 2012 წელს NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ფურორი მოახდინა და საჯარო დებიუტის დღეს $104 მილიარდის კაპიტალიზაცია დააფიქსირა. მას შემდეგ კომპანია 17 ჯერ უფრო დიდი გახდა, სახელიც შეიცვალა და გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტად იქცა. თუმცა თავად ცუკერბერგი არცაც ასულა. ის ისევ რჩება NASDAQ-ის ისტორიაში რეკორდსმენად და ინოვატორად, რომელიც არასოდეს ერიდება თამამ ექსპერიმენტებს.